ეს ისტორია იწყება ადამიდან და ჰავადან, რომლებმაც დაუჯერენ ჰასატანს და არ დაუჯერეს ჰაშემს. ამით გაიფუჭეს ურთიერთობა გამჩენთან, ჰაშემთან. ისინი პირველები იყვნენ, ვინც გასინჯეს ცოდვა და ამ ცოდვის შედეგად მოვიდა დედამიწაზე სიკვდილი. ისინი შეეცადნენ თავიანთი სიშიშვილი დაეფარათ ფოთლებით, რაც ჰაშემს არ მოეწონა. ამის მაგივრად ჰაშემმა მათ მიცა ახალი ტანსაცმელი, ახალ ტანსაცმელებს კი მსხვერპლად მოყვა ცხოველები. ადამს და ჰავას ყავდა ორი ძე, კაინი და აბელი. კაინმა მოუტანა ჰაშემს მიწის ნაყოფის მსხვერპლი, ხოლო აბელმა მოუყვანა თავისი კრავი, საუკეთესო კრავი ჰაშემს. ჰაშემს მოეწონა აბელის მსხვერპლი და მიიღო ის. კაინი გაბრაზდა, ჰაშემმა კითხა, რატომ ბრაზდები? თუ შენ სწორად იქცევი, ცოდვა შენს კარებთან, რომელსაც უნდა შენზე ბატონობა. შურის გამო კაინმა მოკლა აბელი და წაიყვანა კაცობრიობა სიბნელეში. ამ ასეული წლების შემდეგ ჰაშემმა თქვა, რომ არავინ არ იმსახურებს დედამიწაზე სიცოცხლეს, მხოლოდ ნოახი და მისი ოჯახი იმსახურებენ. ჰაშემმა უბრძანა ნოახს აეშენებია კიდობანი და გაევრცელებია ნოახს ქადაგება, რომ ცოდვებზე სასამართლო მოვა და მხოლოდ ჰაშემის წყალობით თუ გადარჩებოდა ყველა, ვინც კიდობაში შევიდოდა. ისინი დასცინოდნენ ნოახს მანამდე, სანამ წვიმა არ წამოვიდა ზეციდან და მიწა არ გააღო პირი და არ ამოხეთქა წყლება მიწის ღრუდან. ისინი არ იყვნენ ამისათვის მზად. ყველა კაცობრიობა, ვინც იყო, დაიღუპა ყველა ცხოველთან ერთად. მხოლოდ ნოახი და თავისი ოჯახით გადარჩენ ჰაშემის წყალობით. ამის შემდეგ მოვიდა რწმენის მამა აბრაჰამი. ჰაშემმა მას უბრძანა თავისი ძე შეეწირა მისთვის სინაის მთაზე. აბრაჰამი განაწყენიერდა, მაგრამ ის დაემორჩილა ჰაშემს. და ამით დაამტკიცა თავისი რწმენას საქმეები, როდესაც თავისი ძე მიიყვანა მორიას მთაზე. როგორც კი აბრაჰამმა დააპირა ისააკის შეწირვა, მაშინ ჰაშემმა შეაჩერა ის და მიიყვანა სხვა მსხვერპლი, ანუ მაგიერი მსხვერპლი, რომელიც კრავი იყო. ამ მსხვერპლმა ჩაანაცვლა აბრაჰამის ძე სისხლის წინ, სიცოცხლის წინ. გავიდა 400 წელი და ჰაშემმა მოუწოდა მოშეს, რომ გამოეყვანა თავისი ერი ისრაელი ეგვიპტის მიწიდან. ფარაონმა არ დაუჯერა მას და შეეწინააღმდეგა, ხოლო ჰაშემმა ის დასაჯა 10 სასჯელით. საბოლოო მეათე სასჯელი ეს იყო სიკვდილის ანგელოზი, რომელმაც გაგზავნა ჰაშემმა, რათა ყველა პირმშო დაეხოცა ეგვიპტის ქვეყანაში. ხოლო ისრაელელებს უბრძანა, რომ მოეტანათ კრავი, შეეწირათ, სისხლით შეეღებათ კარებები, რათა როდესაც ანგელოზი ჩაივლიდა, გაივლიდა მათ გვერდით. არ აქვს მნიშვნელობა ის ებრაელი იყო თუ მიცრაიმელი იყო. თუ ისინი გააკეთებდნენ როგორც უბრძანა ჰაშემმა, მათი შვილებიც კი გადარჩებოდნენ. და დიდი წუხილი და ტირილი იყო, როგორც უბრძანა, როგორც იწინასწარმეტყველა მოსემ. თუ რადგანაც ადამიანებმა არ მიიღეს ღმერთის მსხვერპლიანი წყალობა. ამის შემდეგ მოშემ მიცა თორა, ჰაშემის წარმოგზავნილი, სადაც იყო რიტუალური ცოდვების დაფარვა ხალხისათვის. ცოდვილ ადამიანს მღვდელმთავართან მოყავდა მსხვერპლი, მის თავზე დაადებდა ხელებს და ამით ღმერთი ეუნებოდა, რომ მისი ცოდვები უკვე დაფარულიყო მსხვერპლმოტანით. ამის შემდეგ მსხვერპლი მოქონდათ და მის სისხლი იღურებოდა. ამ სისხლის მეშვეობით ყველა ცოდვები იფარებოდა. დავით ჰამელეხი მისდევდა თორას, მოშეს თორას, მაგრამ უკვირდა, შეიძლება რომ ამ ცხოველებს ცოდვები დაეფარა, თუ ეს რამე სიმბოლო იყო, რომელიც მომავალ რაღაცას გვიჩვენებდა. დავით მელეხი წინასწარმეტყველობდა მასშიახზე, რომელიც დავითის სახლიდან იქნებოდა წამოსული, რომელიც იმეფებდა საუკუნეებით. ამავდროულად ის იქნებოდა ყველაზე მორჩილი ადამიანი და კეთილი ადამიანი. მასშიახი იქნება უცოდველი, სრულყოფილი, ყოველგვარი ნაკლის გარეშე. ის იქნება ტანჯული და იქნება მოკლული. ის იქნება უდიდესი მსხვერპლი. იეშუა დაბადებული იყო ბაგაში, რადგანაც ადგილი არ იპოვებოდა მაშინ. ის დაიბადა ქალწულისაგან, ანუ სუფთა. მეფური,
მაგრამ ამავდროულად ღარიბი შთაომავალი მეფე დავითისა. ღარიბი მწყემსები და მდიდარი მოგვები, რომელიც აღმოსავლეთიდან მოვიდნენ, რათა თაყვანიესად ბავშვისათვის, რომლებმაც დაამტკიცენ, რომ ეს არის ზუსტად ის მომავალი მესია, რომელიც დაწერილი იყო და აღთქმული იყო სეფერში, წიგნებში. იეშუა ქადაგებდა სიყვარულს, ჭეშმარიტებას, მშვიდობას და მორჩილებას. ის იყო ძალიან თავდაბალი, იყო დურგალი და ამავდროულად უძლიერესი ბრწყინვალე ფილოსოფოსიც. ის ამხელდა მაშინდელ რელიგიურ ფარისევლობას, რომლებიც მხოლოდ რიტუალების შესრულებით იყვნენ დაკავებული, ვიდრე ჰაშემის სიყვარულით. მაგრამ ის უყვარდათ ღარიბებს და ცოდვილებს. იეშუა კურნავდა ბრმებს, ყრუებს, დემონებით შეპყრობილებს, აგრეთვე ის აცოცხლებდა მკვდრებსაც. ოსახკარო მოგზაური მასწავლებელი, რომელიც ასწავლიდა და მოუწოდებდა ხალხს ჰაშემის მიმართ სიყვარულს და თლიანი ცხოვრების დათქმობას. იეშუა ჰაშემს უწოდებდა როგორც მამას, აბას და აჩვენა კაცობრიობას, რომ ჰაშემს ადამიანები უყვარს როგორც მამა. ჰაშემს უდოდა კაცობრიობასთან როგორც თავიანთ შვილებთან მოპყრობა, მაგრამ აქ იყო პრობლემა, ისინი ისევ რჩებოდნენ ცოდვილებლად, ხოლო ჰაშემი არის წმინდა, კადოშ. კაცობრიობის ცოდვა, რომელიც დაიწყო ადამიდან, გაყო ადამი ღმერთთან, ხოლო იეშუა მიცოდა რა უნდა გაკეთებულიყო ამის უკან დასაბრუნებლად. წინასწარმეტყველი აგე ამბობს, აი კრავი ჰაშემისა, რომელიც ქვეყნიერების ცოდვებს იღებს თავისთვის. იეშუა იყო მესია, რჩეული, რათა გამხდარიყო უდიდესი მსხვერპლი. ის იყო უცოდველი, ის იყო წმინდა, სუფთა, სულყოფილი, ღირსეული, რათა ღირსეული და სულყოფილი ფასი გადაეხადა ჩვენთვის, ცოდვილებისათვის. უცოდველი ცოდვილებისათვის, წმინდა ცოდვილებისათვის. მან გააკეთა თავისი აბასათვის, რაც ფასის გადახდა იყო კაცობრიობისათვის, რათა გაენთავისუფლები ადამიანი ცოდვის მონობისაგან და დაებრუნებია ადამიანი ღმერთთან ურთიერთობაში, ის რაც ადამმა დაკარგა. იეშუა მოკვდა ჯვარზე ჰაშემის ნებით. მამაზე ციერმა გააგზავნა იეშუა, რათა წინასწარმეტყველება ასრულებული იყოს, რათა იეშუა ბოლომდე მორჩილი ყოფილიყო და გამხდარიყო ის კრავის მსხვერპლი, რომელიც იღებს კაცობრიობთა ცოდვებს, ქვეყნიერების ცოდვებს თავის თავზე. მაგრამ ის ამით არ გაჩერებულა, ის მესამე დღეს აღსდგა იეშუა ჰამაშიახი, როგორც მან თქვა, ვინც მას დაიჯერებს, მას ექნება საუკუნო სიცოცხლე. ამის შემდეგ მან თავის მოწაფეებს შეპირდა, რომ ის კი კვლავ დაბრუნება, მაგრამ უკვე როგორც მეფე და როგორც საჯული ქვეყნიერებისა. მაშიახი ეს არის ჰაშემის საჩუქარი კაცობრიობისათვის, რათა ადამიანი არ დაიღუპოს თავის ცოდვებში და არ იყოს გაყოფილი ჰაშემისაგან, მაგრამ კაცობრიობა მიიღოს იეშუას მსხვერპლი და აღდგენილი იყოს სულყოფილი ურთიერთობები მასთან, ანუ ისევ ჰაშემთან. მაგრამ როგორც ყოველი საჩუქარი, ის არ არის საჩუქარი, მანამდე თუ შენ არ მიიღე.